მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ ნათლისღებას, მრავალს დაესწარით და ამ დღემ ჩვენს გულებში და სულებში მოიტანოს სიხარული, სიყვარული და ყველაფერი კარგი. დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთ-ერთი ჩემი დამკვეთის მატრიცის ვარსკვლავის ფორმა, აი ხედავთ რამხელა ციფრებია აქ წარმოდგენილი ხუთივე კომპონენტი, ხუთივე დანიშნულება ადამიანის ხუთი წერტილი, პიროვნულობა, სულიერება, ფინანსები, ურთიერთობები და ჯანმრთელობა. და კონკრეტულად მინდა ვისაუბრო აი ამ სამკუთხედზე, რომელიც არის ჯანმრთელობის სამკუთხედი და ხედავთ თქვენ აქ, რომ მე როცა ვარჩევდი ენერგიებს და ბავშვებზე ვსაუბრობდი მხოლოდ აი ამ ერთი პაწაწუნა კონკრეტული ენერგიის მიხედვით, აქ კი დანარჩენი 25 ენერგია. ამიტომ ძალიან დიდია ინფორმაცია, რასაც ადამიანი იღებს, როდესაც უკვეთავს პირადი მატრიცის და პირადი რუქის გარჩევას და რაც ყველაზე მთავარია, ეს არ არის ინფორმაცია, რომელიც იცვლება წლიდან წლამდე. ეს არის ინფორმაცია, რომელიც თქვენს DNM-ში, თქვენს დაბადების კოდში, თქვენს დაბადების თარიღში არის გენერირებული, ჩამონტაჟებული და ინფორმაცია, რომელიც მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში იქნება თქვენთვის აქტუალური, ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კია, მე ვთვლი, რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს რა ნიჭები აქვს, რა საფრთხეები აქვს, რა გამოწვევები აქვს ცხოვრებაში და სწორედ აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაქსიმალურად სუბუქად, მაქსიმალურად რბილად გადაიაროს ყველა ის კრიზისული თუ კრიტიკული ეტაპი ცხოვრებაში, რომელსაც გადის ან მომავალში გაივლის, ხო? მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ ცხოვრება არ უნდა აღვიქვათ როგორც ტანჯვა, ცხოვრება არის გამოწვევა, ცხოვრება არის მოგზაურობა, თუმცა რა თქმა უნდა ამ მოგზაურობაში არის მომენტები, როდესაც ტკივილიანია მონაკვეთები, არის მომენტები, როდესაც სიხარული, სინათლე და იმედი გაცილებით მეტია, ხო? მაგრამ რა ჯობია იმას, როდესაც გვაქვს ინფორმაცია, როდესაც გვაქვს თითოეული თარიღის, ჩვენი ასაკობრივი თარიღის გათვალისწინებით, სად რა საფრთხეები გვაქვს იმაზე, რომ გვესაუბროს ვიღაცა, რომ აგვიხსნას, როგორ ჯობია რაღაცის კეთება, იმისაც, რომ ნაკლებად დავაზიანდეთ ჩვენს და ნაკლებად დავაზიანოთ სხვებიც, ხო, ჩვენს გარშემო. აი ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ჩვენი მატრიცა და ჩვენი დაბადების თარიღი. სწორედ ამას სწავლობს ციფრული ფსიქოლოგია, ხო? თქვენ აქ ახლა ხედავთ შავად მოხაზულ სამკუთხედებს და ხედავთ წითლად მოხაზულ სამკუთხედებს თითოეულ ვარსკვლავში, ხო? თითოეულ სამკუთხედში. ეს რას ნიშნავს, რომ ეს არის ენერგიები, რომლებიც უფრო მეტად მოსალოდნელია, თუმცა არა გარანტირებულად. მოსალოდნელია, რომ ადამიანს ჰქონდეს პლუსში, თუმცა უფრო და საპირისპიროდ წითელ სამკუთხედში მოცემული ენერგიები უფრო მეტად მოსალოდნელია, რომ ექნება პიროვნებას მინუსში. აი ეს ხაზი მთლიანად განსაზღვრავს ადამიანის ენერგეტიკულ ცენტრებს, რომელიც დადგენილია უკვე და ამას ვერსად ვერ წავუვალთ, რომ ეს არის ფაქტი, რომ ადამიანს აქვს ჯერობით, თუმცა ამაზე უკვე საუბრობენ, რომ 7-ზე გაცილებით მეტია, მაგრამ 7 ძირითადი ჩაკრა, ესე, რომელიც იწყება ხერხემლის კუდუსუნის ცენტრიდან და ადის თავის ქალამდე. უშუალოდ კი ბოლო ცენტრი, აი ეს ცენტრი განლაგებული არის ჩვენს ყიფლი ბანდთან მიმდებარე ტერტან თავის წვერზე, ხო, აი გვირგვინზე, როგორც ასეთი. რო დაუბრუნდეთ ახლა ჩვენს ჯანმრთელობის სამკუთხედს, ხო, აი აქ ხედავთ, რომ პიროვნებას აქვს წარმოდგენილი მე-10, მე-19 და მე-9 ენერგია და აქეთ მე-10, მე-7 და მე-15 ენერგია. მე-6 ენერგია კი აქვს მინუსში, ხო? მოდი ვისაუბროთ მე-6 ენერგიის მინუსზე. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აკლია თვითსიყვარული, ადამიანს შეიძლება
ჰქონდეს კანის პრობლემები, ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს წონის პრობლემები, ადამიანს შესაძლებელია ჰქონდეს თავდაჯერების პრობლემები, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პრობლემები ურთიერთობებში, პირად ურთიერთობებში განსაკუთრებით ადამიანს არ სჯერა, რომ რაღაცები გამოუვა, ეშინია ყველა ახალი გამოწვევის, ხო, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებს შემართებით იწყებს, ხომ, ბოლო წერტილში არის სადღაც პიკური წერტილი, როცა არის, რომ გადაწყვეტილება უნდა მივიღო ან ესე ან ისე, უკვე ვეღარ ახერხებს, ხო? შესაბამისად აი ეს კრიზისში გადაწყვეტილებების მიღებას. აი ეს არის მინუსი, რომელიც უნდა დაამუშავოს ადამიანმა ენერგეტიკულად, სხვანაირად ჯანმრთელობის კუთხით შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ენერგეტიკული ბლოკები, რომელიც აისახება უკვე აი აქ ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრებზე, რომელიც თითოეული ცენტრი განაგებს თითოეულ ორგანოს ადამიანის სხეულში და კონკრეტულად რომელ ორგანოს შეიძლება დაარტყას ამ ბლოკმა, რომელი ორგანო შეიძლება დაზიანდეს, რომელ ენერგიას შეიძლება შეექმნას საფრთხე და ამან გამოიწვიოს როგორც ფსიქოსომატური, ისე ფიზიოლოგიური პრობლემები, აი ამ ყველაფერზე გვესაუბრება ჩვენი მატრიცა. ასევე ამ ენერგიის, ამ სამკუთხედის წვერში მოთავსებულია მეათე ენერგია და რას საუბრობს მეათე ენერგია ადამიანებზე? ხო, ვისაც მეათე ენერგია აქვთ, აქ შეიძლება გქონდეს ადამიანებს პრობლემა მაგალითად სასუნთქი სისტემის, მაგალითად ბრონქების, მაგალითად ფილტვების, ანუ ხშირად მარტივად ცივდებოდნენ ტონზილები, ცხვირის სასუნთქი გზები, ეს გლანდები, ხო, ეს რაღაცა შუბლის არეში განლაგებული შრეები, სახის არეში განლაგებული შრეები, რომელიც ანთებითი გზით შეიძლება დაზიანდეს, გადაიზარდოს ქრონიკულ დაავადებებში, ხო? როდესაც ეს ენერგია არის მინუსში, ანუ ადამიანი ამ ენერგიას სწორად ვერ ამუშავებს, ავტომატურად ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ნაწილში ადამიანს ფიზიოლოგიურად უვითარდება ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე ეს შეიძლება ასახავდეს მაგალითად პრობლემას ადამიანში, რომლის სხეულსაც აქვს სითხის გამოყოფის პრობლემა. მაგალითად უშუპდება ხშირად სხეული, ხო? აქვს წითელი სახის კანი ან ხელები ან რაღაცა კაპილარული დაზიანებები მაგალითად, როდესაც მკაფიოდ არის გამოხატული სისხლძარღვები. ჩვენ არ ვამბობთ, როდესაც ვსაუბრობთ მატრიცაზე და მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე და აი ამ დიაგონალზე, ხო? უბრალოდ აი ამ ჰორიზონტალურ ხაზზე არ ვსაუბრობთ, რომ აუცილებელია ექიმთან ვიზიტი შეწყდეს და მხოლოდ აი ამ მიმართულებით დააკონცენტრიროს და მიმართოს ადამიანმა თავისი ყურადღება. არავითარ შემთხვევაში ეს არის უბრალოდ ინფორმაცია, რაზეც თქვენს ენერგეტიკულ და დაბადების კოდში პირდაპირ არის ჩადებული ეს საფრთხეები. ამ საფრთხეებს თქვენ თუ ემუშავებით, ამ საფრთხეებს თქვენ თუ კი არ ჩაიციკლებით, არამედ დადებითი პოზიციით გადაამუშავებთ, ხომ? ჯერ ერთი გაიზრდება თქვენი ცხოვრებისეული ხარისხი და მერე მეორეც ეს ერთი წინასწარ უკვე გეცოდინებათ რა საკითხი, რაზე არის პასუხისმგებელი, რა ენერგია, რა ორგანოს მართავს და ამაზე უფრო მეტი ყურადღებით იქნებით და არ ჩავარდებით თუნდაც უსაფუძვლო პანიკაში ან პირველივე სიმპტომის გამოჩენისთანავე იცით საით უნდა წახვიდეთ, როგორ უნდა ეძიოთ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრია სიტუაცია, პრაქტიკული მაგალითები არსებობს იმისა, რომ ადამიანებმა, რომლებმაც სწორად დაამუშავეს ეს ენერგია სხვათა შორის ურტყავს თუ დააკვირდებით პარალელდება ფინანსებთან და პირდაპირ პარალელდება ადამიანის პიროვნულობასთან და ეს პიროვნულობის ბოლო ცენტრი არის თავის ტვინი, ანუ ეს სამკუთხედი კიდე ცალკე განსაზღვრავს ადამიანის რეალიზაციას, ეფექტურობას, რამდენად შრომისუნარიანია, რამდენად წარმატებულია, რამდენად ჯანმრთელია, რამდენად დღეგრძელია. აი ამ ყველაფერზე პასუხს აგებს ჩვენი დაბადების თარიღი და ეს ქვეყანა ენერგიები, რომელიც აქ არის მოცემული. ასე რომ მხოლოდ ერთი ენერგია, რომელიც მე თქვენ გაგირჩიეთ, ხო? სამწუხაროდ არ არის საკმარისი, თუმცა სამწუხაროდ არა, საბედნიეროდ, იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანი მხოლოდ ერთი პრიზმით დავინახოთ.
აი ეს მინდოდა რომ მეთქვა დღეს თქვენთვის ჯანმრთელობის სამკუთხედი გამეცნო და ასევე შემიხსენებინა რომ შეგიძლიათ პირად კონსულტაციაზე ჩაეწეროთ და ნახოთ რა და როგორ ხდება.